გახმაურებული მკვლელობის ახალი დეტალები ირანის მოქალაქე, რომელსაც ქართველი სამართალდამცავები წელიწად ნახევარია ეძებენ, წინასწარი ცნობით დაკავებულია. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი ჰამშაჰარი ავრცელებს. ამავე გამოცემის მონაცემებით, პოლიცია 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის კვალზე მას შემდეგ გავიდა, რაც მან კიდევ ერთი მკვლელობა ჩაიდინა. ამჯერად ძებნილ მუჰამადან როინტანის მსხვერპლი 8 წლის ბავშვი გახდა. ირანული გაზეთი დამნაშავის აღიარებით ჩვენებასაც აქვეყნებს, სადაც როინტანი ქართულ გოგონაზე თავდასხმის დეტალებს კოჩალიძე ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2013 წლის ივლისში ყელგამოჭრილი ნახეს, მაშინ მკვლელმა საზღვრის გადაკვეთა და ქვეყნის დატოვება მოასწრო. სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს. სალომე, უფრო კონკრეტულად რა ინფორმაციას ავრცელებს ირანული გამოცემა? ირანული გამოცემა ჰამშაჰარი წერს, რომ 29 წლის ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დააკავეს ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გუმიშანში. გამოცემის ვერსიითა და ინფორმაციით სამართალდამცველებმა ის დააკავეს მას შემდეგ, რაც ჩაიდინა მან კიდევ ერთი მკვლელობა, კონკრეტულად კი მოკლა 5 წლის ბიჭი და მკვლელობის ჩადენიდან დაახლოებით 5 საათში ის გუმიშთანის პოლიციამ აიყვანა და გადაიყვანეს უკვე პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მან სამართალდამცველებს მისცა აღიარებითი ჩვენება. სწორედ ამ აღიარებითი ჩვენების დეტალებზე წერს ირანული გამოცემა, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულმა 29 წლის ეჭვმიტანილმა აღიარა როგორც 8 წლის ბიჭის მკვლელობა, ისე მკვლელობა 16 წლის გოგონასი, რომელიც მან ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე. უფრო ცლად და დეტალურად ჩვენ მცადეთ გაგვეშიფრა ეს სტატია, სადაც მოთხრობილი არის ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობის მოტივებიც. კონკრეტულად კი საუბარი არის იმაზე, რომ დაკავებული 29 წლის ეჭვმიტანილი ადრე გასული წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, მას ჰყავდა ქართველი მეუღლე, რომელმაც მიატოვა და აღიარებით ჩვენებაში ირანული გამოცემის ინფორმაციის თანახმად დაკავებული ყვება, რომ სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა მას აგრესია ქართველი გოგონების მიმართ. საათის შემდეგ შეძლო იგი მიმალვას ცდილობდა. სამართალდამცავებმა სასამართლო ორდერის საფუძველზე დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. 29 წლის მკვლელმა აღიარებითი ჩვენებისას თქვა, რომ 8 წლის ბიჭის მოკვლას არ აპირებდა. მანამდე ის საქართველოში იძებნებოდა მკვლელობისათვის. აღიარებით ჩვენებაში ის ყვება, როდესაც საქართველოში 16 წლის გოგონა დავინახეს, სიგიჟე დამემართა. ქართულმა პოლიციამ მალევე დაიწყო გამოძიება, გამოვიქეცი და ირანში ჩამოვედი. ეს იყო ამონარიდები ირანული გამოცემა ჰამშაჰარის სტატიიდან, თუმცა ამ სტატიაში უნდა აღინიშნოს, რომ არ არის დასახელებული სახელი და გვარი მარიამ კოჩალიძე და არ არის დასახელებული არც ეჭვმიტანილის სახელი და გვარი, არის თუ არა ის ნამდვილად მოჰამედ ამენ როიტანი, რომელიც 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობისთვის უკვე წელიწად ნახევარია იძებნება. მე შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 22 ივლისს მარიამ კოჩალიძის ცხედარი სამართალდამცველებმა იპოვეს ბათუმის ბულვარის, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვის სანაპიროსთან ახლოს და მალევე გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო ირანის მოქალაქე, გამომდინარე იქიდან, რომ მან მოასწრო საზღვრის გადაკვეთა სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეშვეობით და მისი იდენტიფიცირება მოხერხდა სწორედ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების მიხედვით. რაც შეეხება იმას, თუ რა ინფორმაციას ფულობს გარდაცვლილი მარიამ კოჩალიძის ოჯახი, ჩვენ მის დედას ვესაუბრეთ და იგი ამბობს, რომ ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ იგი ინფორმაციას არ ფლობს. ჩვენ ასევე დაუკავშირდით ირანში საქართველოს საელჩოსაც და იქაც განგვიმარტეს, რომ ჯერჯერობით დადასტურებას იმის შესახებ არის თუ არა დაკავებული 29 წლის ეჭვმიტანილი მარიამ კოჩალიძის მკვლელი, ისინი ამ დრომდე ელოდებიან ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხს. ჩვენ ახლა ვესაუბრებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი საკონსულო და ჯერჯერობით დასტური არ მიგვიღია. შეიძლება ეს ნამდვილადაც მოხდა, მაგრამ ამის შესახებ ისინი შეიძლება გარკვეული თავს შეიკავებენ და შემდეგ ასე ვთქვათ შეგოტყობინებენ ამის თაობაზე ოფიციალურად ნოტით. არავინ არაფერი არ გამაგებინა, არავინ არაფერი აბსოლუტურად დღეს აი ახლა გავიგე. ძალიან უკმაყოფილო ვარ გამოძიების. მთელი 3-1 კვირა მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელის არ დასწრებით, მივსაჯეს დაყაჩაღების მუხლით, ამიტომ დავჭი უკმაყოფილო. ჩემი მოთხოვნა რა არის, ჩემ მარიამს ვინ დამიბრუნებს, მაგრამ ვინ დაავალა? ვინ დაავალა და რატომ გამინადგურა? აი ეს უნდა აღიაროს, ვინ დაავალა და რატომ გამინადგურა? სამართალდამცველები 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს წელიწად ნახევრის განმავლობაში ინტერპოლის მეშვეობით ეძებდნენ. ჩვენ დაუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც ამ ფაქტის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას ალფობენ და ჩვენ ველოდებით დასტურს უწყებიდან არის თუ არა ირანში დაკავებული 29 წლის ეჭვმიტანილი, სწორედ ის ადამიანი, რომელმაც გასულ წელს ბათუმში ჩაიდინა მკვლელობა. მე შეგახსენებთ, რომ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ირანელს საქართველოში დაუსწრებლად მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.